მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 32. შეუსაბამით ციფრებით დანომრილ ფიზიკურ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებები, რომლებიც გამოსახულია სისტემის ძირითადი ერთეულებითო და გვეუბნებიან პასუხების ფურცელზე ცხრილ სათანადო უჯრედში დავუსვათ ნიშანი x. კარგით, ესე იგი ჩვენ მოდით პირველი რა გვაქვს ახლა შევხედოთ. პირველი ეს არის ძაბვა და ძაბვის შესაბამისი ერთეულის სისტემაში უნდა ავარჩიოთ ამ ვარიანტებიდან. კი ბატონო, ახლა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ ერთეულოვანი მუხტზე შესრულებული მუშაობა, ხო? და აქედან ახლა თუ გავითვალისწინებთ მეორე მხრივ, რომ მუშაობა არის ძალისა და გადაადგილების დამრავლი, შეფარდებული q-თან. ეს თავისუფლად იქნება ნიუტონის მეორე კანონი და F არის m-ა, შესაბამისად შევიდა დავწეროთ, რომ ეს უდრის m-ა ჯერ s-ი შეფარდებული q-თან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მეორე მხრივ დენის ძალის განმარტებას, I დენის ძალა ტოლი არის q-ს შეფარდებას ტესტთან, აქედან q-სთვის მივიღებთ, რომ q ტოლი არის იტესი და მოდი წავიღოთ და ეს q ჩავსვათ აი აქ, ამ მნიშვნელობაში, ესე იგი ეს ტოლი გამოგვივა m-a-s-ი შეფარდებული იტეზე. და საიდანაც ესე იგი რა გამოგდის, აქედან ჩვენ გამოგდის ძაბვის ერთეულისთვის u ტოლი არის m-ი მასის ერთეული არის კილოგრამი, ეს გამრავლებული აჩქარების ერთეულზე მეტრი წამ კვადრატთან, გამრავლებული s-ის ერთეული გადაადგილების მეტრი, ეს მთლიანად შეფარდებული, დენის ძალის ერთეულია ამპერი, გამრავლებული დროის ერთეულზე წამზე. ეს კი ტოლი გამოგვივა კილოგრამი, გამრავლებული მეტრ კვადრატზე, ასე და შეფარდებული ამპერ წამ კუბთან. ესე იგი, რო დავწეროთ რა გამოგვივიდა, პირველი შესაბამისი, თან გადავხაზოთ, მოდით, რასაც გავაკეთებთ. პირველი შესაბამისი ყოფილა კილოგრამი მეტრ კვადრატი ამპერ წამ კუბი. G. პირველი შესაბამისი არის G, კი ბატონო, მოდით რაც გავუკეთოთ ასე. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ვნახოთ რა გვაქვს. შემდეგი არის მეორე. მეორეში კაკულონის მუდმივას განსაზღვრა მოგვიწევს განზომილების. მოდით აქ გამოვიყენოთ კულონის კანონი. კულონის ელექტროსტატიკური ძალა ტოლი არის F უდრის K, Q1, Q2 შეფარდებული A მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, საიდანაც K-სთვის მივიღებთ, რომ K ტოლი არის FR კვადრატი შეფარდებული Q1-სა და Q2-ის ნამრავლთან. ეს კი ტოლი იქნება F არის m-ა, ახაც ანალოგიურად გამრავლებული r კვადრატზე, შეფარდებული q-ც ახაც იტეთი თუ შევცვლით, ორივე q არის, q1-ის და q2-ის განზომილებისთვისაც იტეს კვადრატი დაგვიჯდება აქ, d კვადრატი. საიდანაც k-სთვის მივიღებთ, აქედან k-ს განზომილებისთვის მივიღებთ, უდრის m-ი არის მეტრი, უკაცრავად კილოგრამი, რა თქმა უნდა. m-ის განზომილება კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ეს გამრავლებული s განზომილება არის მეტრი და r-ის კვადრატი მოგცემს მეტრ კვადრატს, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან, ეს უდრის კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ მეოთხე. კი ბატონო, ესე იგი მეორე რა გამოგვივიდა ჩვენ, მოდი შევხედოთ კილოგრამი მეტრ კუბი, სადა გვაქვს კილოგრამი მეტრ კუბი, ეს უნდა იყოს V, კი ბატონო, პასუხი V არის ეს. ესე იგი მეორეში პასუხი გვექნება V. ახლა გადავიდეთ მესამეზე. ნახოთ რა გვაქვს მესამეში. მესამე ელექტრული ტევადობა. ხო, ნუ აქ ტევადობის განმარტებიდან ელექტრული ტევადობა ტოლი არის q შეფარდებული ძაბვასთან, ხო? საიდანაც q ანალოგიურად შევცვლით იტეთი, იტე შეფარდებული ძაბვაზე და ძაბვის ერთეული ხო გამოთვლილი აქვს აგერ, ხო? და მოდით გამოვიყენოთ ეს ფაქტი, ესე იგი ამპერი გამრავლებული წამზე უნდა გავყოთ ამ გამოსახულებაზე, ან უნდა გავამრავლოთ ამის შებრუნებულზე, ხო? ესე იგი ეს კიდე გამრავლდება ამპერი გამრავლებული წამ კუბთან, ეს შეფარდებული კილოგრამი მეტრ კვადრატთან. საიდანაც რა გამოგდის ჩვენ, ეს ტოლი გამოგდის ამპერ კვადრატ წამ მეოთხე შეფარდებული კილოგრამი მეტრ კვადრატი. აბა შევხედოთ, ესე იგი მესამეში რა გამოგდის. მესამეში გამოგდის ორი პასუხი, ამპერი კვადრატი წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კუბ. A. პასუხი A გამოგვივიდა მესამეში, ესე იგი მესამეს A. შემდეგ მეოთხე შევხედოთ, ახლა მეოთხეში რა გვაქვს? მეოთხე არის წინაღობა. წინაღობა შეგვიძლია ჩვენ განვსაზღვროთ ომის კანონიდან, ხო, I უდრის U შეფარდებული R-თან, საიდანაც წინაღობისთვის R ტოლი გამოგვივა U შეფარდება I-სთან. და ეხლა აქაც, ძაბვა ხო განსაზღვრული გვაქვს.
და ამპერზე თუ გავყავთ ძაბვის განზომილებას, ესე იგი რა გვექნება ის უდრის კილოგრამი გამრავლებული მეტр კვადრატი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამკუბზე, ეს ძაბოთ, ეს კიდევ უნდა გავყავთ ამპერზე. ანუ ქვემოთ ამპერია, ამპერ კვადრატი დაგვიჯდება. შესაბამისად მეოთხეც რო დავწეროთ, მეოთხესთვის რა მივიღეთ? მეოთხეს პასუხი იქნება D, ხო? კილოგრამი მეტр კვადრატი შეფარდებული ამპერ წამკუბთან, კი ბატონო, D. მეოთხეს D მეოთხე, აი აქ არის. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ მეხუთეზე. ნახოთ მეხუთეში რა გვაქვს. მეხუთე მაგნიტური ინდუქცია. მაგნიტური ინდუქციისთვის მოდით გამოვიყენოთ ამპერის ძალის განმარტება, ამპერის კანონი, კერძოდ F-ი. F-ი ტოლი არის B მაგნიტური ველის ინდუქციის სიდიდე გამრავლებული IL-ზე, საიდანაც მაგნიტური ინდუქციისთვის B-ს მივიღებთ, რომ აქედან ტოლი არის F შეფარდებული IL-თან. ეს კი ტოლი იქნება F-ი არის MA, ხო? შეფარდებული IL-თან, საიდანაც B-ს განზომილებისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის M-ი არის კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ეს თვლიანი გაყოფილი IL-ზე. ამპერი გამრავლებული კიდე ელის განზომილება მეტრზე. მეტრების შეგვეკვეცება და დავრჩება, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კვადრატზე. კი ბატონო, ესე იგი მეხუთეში რა გამოგვივიდა შევხედოთ? მეხუთეში არის კილოგრამი აი B. ხო, B მეხუთეს B გამოგვივიდა და მოდი ვნახოთ ახლა მეექვსეც რა გვაქვს მეექვსეში? მეექვსე ინდუქტიურობა, ხო? თვითინდუქციის ელექტრომამოძრავებელი ძალისთვის თუ გავიხსენებთ, ეს ტოლი არის L-ი, გამრავლებული ინდუქტიურობა გამრავლებული დელტა n-ის ცვლილება, შეფარდებული იმ დროსთან რა დროში ეს ცვლილება მოხდა, საიდანაც L-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის ტოლია ეფსილონი გამრავლებული დელტა t-ზე, ხო, შეფარდებული დელტა s-თან. და აქაც ახლა ელექტრომამოძრავებელი ძალის მოდი ესე გავჩავდეთ რა იქნება. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრომამოძრავებელი ძალის ერთეული არის იზომება ვოლტებში, ხო, და ვოლტის განზომილება აგეგინა ნაპოვნი გვაქვს, შესაბამისად ამის მაგივრად ჩვენ ერთეულებში შეგვიძლია ჩავწეროთ. ძაბვის ერთეული, კერძოდ გვექნება კილოგრამი გამრავლებული მეტр კვადრატთან შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე და ეს კიდე გამრავლდეს დელტა t შეფარდება დელტა s-თან, ანუ წამი კიდე შეფარდებული ამპერთან. წამების შეგვეკვეცა აქ ორი დაგვრჩა და ეს ტოლი გამოგვივიდა კილოგრამი გამრავლებული მეტр კვადრატზე შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან, ხო? გვაქვს ეგეთი E უნდა იყოს ესით კილოგრამი მეტр კვადრატი შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. კი ბატონო, ესე იგი მე6-ეს ყოფილა E პასუხი. კი ბატონო, მე6-ეს E გამოგვივიდა.